პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ, ეს არის ძალიან დიდი ჯგუფი MIT-ის ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური სკოლის მსოფლიოში. ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ საქართველოში ტექნოლოგიების გასავითარებლად. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში დავუბრუნდეთ მასობრივად ტექნოლოგიები. ახლა საქართველოს აქვს კარგი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ დაგვაქვს მშენებლობის ხარჯზე, სოფლის მეურნეობის ხარჯზე, ტურიზმის ხარჯზე, მაგრამ ჩვენ ნახეთ რა მოხდა წამყვან ევროპულ ქვეყნებში, რომ იქ სადაც ქვეყნები იზრდებოდა მხოლოდ ტურიზმის ხარჯზე ან მშენებლობის ხარჯზე, შემდეგ რაღაც ეტაპის შემდეგ ხდება გადახურება და ხდება კრიზისი. ერთადერთი ქვეყნები, ვინც შეძლო ამ კრიზისის კარგად გადატანა, იყვნენ ის ქვეყნები, სადაც არის მაღალი ტექნოლოგიები. სკანდინავიის ქვეყნები, ესტონეთი, გერმანია, ავსტრია, სადაც არის საწარმოო ტექნოლოგიური სამრეწველო ბაზა. ამიტომ გრძელვადიანად ჩემი ქვეყნისთვის ტექნოლოგიები არის მთავარი რამ. გრძელვადიანად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე უნდა ვიფიქროთ, აი პატარა ბავშვებიდან დაწყებული და დამთავრებული უკვე რა თქმა უნდა ვის უნივერსიტეტებშია. ჩვენ 5 წლის ბავშვებს ვაძლევთ ყველას ლეპტოპებს. ახლა ჩვენ მთლიანად ვშურით გამოცდების სისტემას სკოლაში და უნივერსიტეტში, ეს არის ძალიან დიდი რეფორმა, რომელსაც ახლა ვამზადებთ, რომლის თანახმადაც ტექნიკური საგნები სკოლაში გახდება ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე ბოლო წლებში ამ მიმართულებით გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი. ჩვენ ვქნით ტექნიკური სკოლების რამდენიმე ათეულ ტექნიკურ სკოლას მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვახალისებთ ახალგაზრდებს, რომ ჩააბარონ ტექნოლოგიები, ჩააბარონ საინჟინრო დარგებზე, ჩააბარონ იმ დარგებზე, რომელიც ქმნის ინოვაციას, რომელიც ახალი შეიძლება შექმნას სოფლიოსთვის და საკუთარი ქვეყნისთვის. ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ პროგრესი გვაქვს არის ის, რომ ბოლო 4 წელიწადში პრაქტიკულად ნულიდან ჩვენ ავაწყეთ საკმაოდ წინწასული სამხედრო წარმოება და არა მხოლოდ ჩვენ დავიწყეთ ბიზნეს თვითმფრინავების, ბიზნეს ჯეტების გამოშვება, სამოქალაქო თვითმფრინავების ამ სამხედრო წარმოების ფონზე. და საერთოდ და ჩვენ გვაქვს ასევე ჩვენ უშვებთ ჩვენ ვაშენებთ და სექტემბერში გვექნება ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, ის რასაც აბას უყურებს, ჩვენ შავი ზღვისპირეთში. ეს არის დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლის შენობა, ყველაზე მაღალი შენობა კავკასიაში, საქართველოში იქნება უნივერსიტეტი. თვითონ ძირითად კორპუსში არის ჩამოსული პროფესორებისთვის სასტუმრო, იქ ადმინისტრაცია, მაგრამ ქვემოთ არის ძირითადი აუდიტორიები გაშლილი ტერიტორიაზე, ლაბორატორიები, კემპუსი, ყველაზე საინტერესო ადგილი შავი ზღვისპირეთში. ზემოთ თავის პატარა ატრაქციონიც აქვს, რომ რაღაც განსაკუთრებული ელფერი შეძიროს ამ ყველაფერს და ეს უნივერსიტეტი იქნება ის უნივერსიტეტი, რომელშიც ჩვენ ძალიან ბევრ ფულს შევდებით იმისათვის, რომ ტექნოლოგიები განვითარდეს. მე ვარაუდობ, რომ სადღაც საბოლოო ჯამში რამდენიმე 100 მილიონი დოლარი ჩაიდება ამერიკის მთავრობასთან ერთად იმისათვის, რომ ამ უნივერსიტეტმა შეძლოს რამდენიმე წელიწადში სოფლიოს ყველაზე მაღალი კლასის სპეციალისტების გამოშვება. ჩვენ ახლა საბოლოო მოლაპარაკებებში ვართ UCLA-სთან, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტთან, რამდენიმე სხვა უნივერსიტეტთან, რომ გავაკეთოთ კონსორციუმი ამერიკული უნივერსიტეტების, რომელიც მუდმივად ჩამოიყვანენ აქ პროფესორებს, ჩამოუყვანონ ჩვენი საუკეთესო პროფესორები უცხოეთიდან და შევძლოთ ამ მიმართულებით სიტუაციის სერიოზულ განვითარებას. საერთოდ მე ჩვენ ყველა ახალგაზრდას ვეუბნები, რომ მომავალი ეკუთვნის ტექნოლოგიებს. მე თვითონ იურისტი ვარ, მიმაჩნია რომ ვამაყობ ჩემი პროფესიით, მაგრამ მიმაჩნია რომ დღეს იურისტობა, უბრალოდ საერთაშორისო სამართლის სპეციალობა, უბრალოდ ზოგადი მენეჯერობა ნიშნავენია, მაგრამ არა იმდენად ნიშნავენია, როგორც ტექნოლოგიების შესწავლა. მე ამას ვეუბნები თვითონ ქართულ ახალგაზრდას, ამას ვეუბნები ჩემს უსმარ თმაც არ უნდა თვითონ სწავლობს. ეხლა თქვა რომ არ მეთქვა, მაგრამ მაგათი ეს საათში მიიღო 2300 ქულა, რაც არის სოფლიოს მქონე 0.3 ხო? არა უშო, ჩემზე უფრო ჭკვიანია მე მგონი, მაგრამ სხვა რაღაცების შენ ჩამოჩება ასე რომ არ უშოს. მაგრამ მეცნიერების მიმართულებით ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა ახლა ძალიან ბევრ რაღაცას ძალიან გადაეწყო. ამასინათ ვიყავით ჩვენ უნივერსიტეტში რამდენიმეში და გაოგნებული ვარ რამდენად გადაეწყდნენ ადამიანები იმისათვის, რომ რაღაც რეალური აკეთონ ცხოვრებაში, რაღაც რეალურს მიაღწიოს, რაღაც რეალური შექმნა. და ეს უნივერსიტეტი იქნება ამის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი მთავარი რაღაცა, რასაც ჩვენი მთავრობა აშენებს და შექმნის და
გადასცემს შემდგომ თაობებს, ეს იქნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და საერთო ტექნოლოგიების სწავლა, საწარმოო ინდუსტრიული ტექნოლოგიური ბაზის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ჩვენ გვინდა რომ საქართველო გახდეს ასევე ტექნოლოგიური ხაბი. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ძალიან ბევრი თქვენ უნივერსიტეტთან ჩვენ გქონდეს გაცვლა. ჩვენ ჩამოდიოდეთ თქვენ ჩვენთან სტაჟირებებზე, სტუდენტურ გაცვლაზე, პროფესორები ჩამოდიოდნენ, ჩვენები მიდიოდნენ იქით და შემდეგ ერთად ქმნით საერთო პროდუქტებს. ერთად შევქმნათ ტექნიკური პარკები, ერთად შევქმნათ ლაბორატორიები, ერთად შევქმნათ ძალიან ბევრი საკითხი, რაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოადგეს არა მხოლოდ ჩემ ქვეყანას, არამედ კაცობრიობას და მე დარწმუნებული ვარ, ქართველები ამის შემქმნელები არიან. მინდა გითხრათ მაგალითად, რომ ისტორიულად ქართველები შექმნილია პირველი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები, ესეთი ძალიან დიდი ინჟინერი იყო ქართველიშვილი. ქართველები შექმნილია ვიდეომაგნიტოფონი, ესეთი იყო რჩეულიშვილი ფრანგი ინჟინერი. ქართველები შექმნილია ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგია, ინოვაცია სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ ახლა გვინდა რომ ჩვენმა თანამომავლობა იგივე შექმნან ჩვენ ქვეყანაში და მე ვიცი რომ ბევრი მათგანი სწავლობს ასევე ამერიკულ უნივერსიტეტებში, არ ვიცი რამდენად ისე ზოგიერთი მათგანი ვიცი რომ წარმოდგენილია ასევე თქვენ უნივერსიტეტში.